კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, გავრცელებული და პოპულარული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. მისი სწორად მოვლა-მოყვანა საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ მაღალი, უხვი და ხარისხიანი მოსავალი. კარტოფილის მოვლა-მოყვანაზე, როდესაც ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანი და ყველაზე ძირითადი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ნიადაგის სწორად შერჩევაა. ნიადაგის სწორად შერჩევაში ვგულისხმობთ იმას, რომ კარტოფილისთვის მნიშვნელოვანია იყოს მსუბუქი, მაღალი ჰუმუსის შემცველი ნიადაგი, ჟანგბადით გამდიდრებული. კარტოფილისთვის ერთ-ერთი წინამორბედი კულტურების მნიშვნელობით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იყოს თავთავიანი კულტურები, ბაღჩეული კულტურები, ასევე შესაძლებელია პარკოსანი კულტურები და მრავალწლიანი ბალახები. ნიადაგის დამუშავება კარტოფილისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სწორად დამუშავებული და კარგად გაფხვიარებული ნიადაგი საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ გაცილებით უფრო მაღალი და უხვი მოსავალი. ნიადაგი უნდა დამუშავდეს 27-30 სანტიმეტრის სიღრმეზე. ისეთ რეგიონებში, სადაც ნაკლები ტენიანობაა, ნიადაგი უნდა დავამუშავოთ შემოდგომაზე, ხოლო მაღალი ტენიანობის ზონებში ნიადაგის დამუშავება სასურველია მოხდეს ადრე გაზაფხულზე. გარდა იმისა, რომ ნიადაგი კარგად უნდა გქონდეს მომზადებული, კარტოფილის კულტურაში აუცილებელია მინერალური და ორგანული სასუქებით ნიადაგის გამდიდრება. მინერალური და ორგანული სასუქები ნიადაგში უნდა შევიტანოთ უშუალოდ ხვნის წინ, ან კიდევ სანამ კარტოფილის ტუბერს დავრგავთ, მანამდე 1-2 თვით ადრე. კარტოფილის ტუბერების დარგვა იწყება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა 7-8 გრადუსს მიაღწევს. გარდა ყველა აღნიშნული ფაქტორისა, ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ სათესლე მასალა შერჩეული იყოს სწორად და ასევე სათესლე მასალის დამუშავება მოხდეს მცენარეთა დაცვის სპეციალური საშუალებებით. მაღალი მოსავლის მისაღებად ასევე ძალიან ეფექტურია კარტოფილის კულტურაში შემაღლებულ ბაზოებზე მისი დარგვა. რადგანაც ამ შემთხვევაში კარტოფილის ტუბერი ხვდება მაღალი ჟანგბადიან გაფხვიერებულ ნიადაგში, რის შედეგადაც უფრო მარტივად ინვითარებს ფესვთა სისტემას და ტუბერის ჩამოყალიბებაც გაცილებით უფრო მარტივად ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი უზრუნველყოფს იმას, რომ მივიღოთ უფრო მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. კარტოფილის კულტურაში წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით კარტოფილს წყალი ესაჭიროება მისი ინტენსიური ზრდის და ტუბერების ფორმირების პროცესში. ვეგეტაციის პერიოდში მავნებელ დაავადებებისაგან და სარეველებისგან თავის ასაცილებლად აუცილებელია, რომ კარტოფილის ნათესი დავამუშავოთ სისტემურ კონტაქტური მოქმედების ინსექტიციდებით და ფუნგიციდებით. კარტოფილის მოსავლის აღება შესაძლებელია ღია გრუნტში გახორციელდეს მზიან და მშრალ ამინდში. შესაძლებელია როგორც სპეციალური ტექნიკით, ასევე ხელით მოსავლის აღება. დახურულ გრუნტში კარტოფილის მოსავლის აღების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ 2-3 დღით ადრე არ არის სასურველი ნიადაგის მორწყვა, რადგანაც ნიადაგი ფხვიერი იყოს და არ გაძნელდეს მოსავლის აღება. კარტოფილის მოსავლის აღების შემდგომ საქმე, რა თქმა უნდა, დგება მის შენახვაზე. პირველ რიგში აუცილებელია, რომ მოხდეს მისი დახარისხება, როგორც სასურსათე, ასევე სათესლე კარტოფილად. შემდგომ თავსდება სპეციალურ ყუთებში და სასაწყობე მეურნეობაში ინახება 3-4 გრადუს ტემპერატურაზე და აუცილებელია გავითვალისწინოთ ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 80-85%.